შუა საუკუნეების ყველაზე უტყუარი მემატიანეები წერილობითი წყაროებია. ეს არის ხელნაწერები, ისტორიული საბუთები, ეპიგრაფიკული ძეგლები და სხვა და ათასობით და ათასობით ქართულ ხელნაწერს შორის, რომელიც დაცულია საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ, სრულიად გამორჩეული ადგილი უჭირავს ანჩის სახარებას, რომელსაც ჩვენ სხვაგვარად თამარ მეფის სახარებას უწოდებთ. ანჩის სახარების შესახებ ქართულმა საზოგადოებამ გაიგო საკმაოდ გვიან, დაახლოებით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც გაზეთ ივერიაში გაჩნდა პირველი ცნობა, რომ წალკაში დაცულია ორი ძალიან ძვირფასი ქართული სახარება. მცირე ხანში წალკაში ჩავიდა თვით ექვთიმე თაყაიშვილი, რომელმაც პირველმა შეადგინა ანჩის სახარების აღწერილობა. ეროვნულ არქივში სახარება შემოვიდა 1923 წელს და მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ვიდრე 23 წლამდე სახარება სამწუხარო ცვლილებები განიცა და არის საკმაოდ სერიოზული დანაკარგი, მათ შორის დაეკარგა 3 მინიატიურა, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ჩასვლისთვის ამ სახარებას თან ახლდა და მათ შორის ერთ-ერთზე კერძოდ კი იოანე მახარებლის მინიატიურაზე იყო დართული ანდერძი, რომელიც მიუთითებდა ამ სახარების ამჟამინდელი ყდის მომჭედველის სახელს, ეს გახლდათ ენუქი. სახარებას ბოლოში დართული აქვს ვრცელი ანდერძი. აქ არიან მოხსენებულები ის ისტორიული პირები, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირათ იმდროინდელ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ეს არის მეფე თამარი, მისი მეუღლე დავით სოსლანი და ლაშა გიორგი. და ეს არის ერთადერთი ქართული ხელნაწერი და ერთადერთი ხელნაწერი ზოგადად, რომელშიც ისინი სამივე ერთად არიან მოხსენიებულები. ასევე აქ არის მოხსენიებული რამდენიმე ეპისკოპოსი, ანჩელი, ეს გახლავთ თეოდორე ანჩელი ეპისკოპოსი და ჩვენთვის ძალიან კარგად ცნობილი იოანე რკინაელი. ანდერძი გვეუბნება, რომ ოდესღაც ეს ხელნაწერი იყო მოჭედილი თვით ბექა ოპიზრის მიერ. და ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ბექა ოპიზრის კიდევ ორი სხვა ნამუშევარი, ეს გახლავთ ანჩის ხატი და წყაროსთავის სახარება, რომელმაც ჩვენდე მოაღწია საკუთარი ყდით. ეს გახლავთ კიდევ ერთი ხელნაწერი, რომელსაც ჰქონდა ბექა ოპიზრის მიერ მოჭედილი ყდა და რომელიც შეუკვეთა თვით სოფრო მწიგნობარმა. ამავე ანდერძში და ეს არის ერთადერთი წყარო, რომელიც ამას გვიდასტურებს, მოხსენიებულია ბექა ოპიზრის კიდევ ერთი ხატის შესახებ, რომელიც ასევე მას მოუჭედია ამავე სოფრო მწიგნობრის დაკვეთით და ეს ხატი ამ სახარებასთან იყო შეწირილი ანჩის ტაძრისთვის, კერძოდ კი ანჩის ღვთაების ხატისთვის. როგორც მოგეხსენება, ტაო-კლარჯული მწიგნობრული სკოლა, ქართული მწიგნობრული სკოლა არის განსაკუთრებული და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ხელნაწერები ამ სკოლაში შექმნილი და სწორედ ამ ხელნაწერთა შორის არის ანჩის სახარებაც, ის არის სწორედ ტაო-კლარჯული ლიტერატურული სკოლის ერთი საუკეთესო ნიმუში. ხელნაწერი ბევრი რამით არის გამორჩეული, შემკულობით, კალიგრაფიით, ანდერძმინაწერებით. სამწუხაროდ გადამწერის ვინაობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. ის არის გადაწერილი თარაჩველებრივი კალიგრაფიული ნუსხურით. დართული აქვს მათე მახარებლის მინიატიურა, რომელმაც მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ აქვს ასევე საუცხოოდ შესრულებული თავსამკაულები. ხელნაწერს აქვს დართული აკროსტიხით გაწყობილი ლექსი და აკროსტიხში ვკითხულობთ სოფრო მწიგნობარს. ამ ხელნაწერის შეწირვის სანაცვლოდ ანჩელი ეპისკოპოსი თეოდორე საუკუნო მოხსენიებას პირდება სოფრო მწიგნობარს და მეორე რასაც ის პირდება, მისი ძმა სვიმეონი იქნება მოხსენიებული საუკუნო და ასევე მისი და მისი ოჯახის წევრები იქნებიან გამოსახულნი ანჩის ტაძრის კედელზე. ხელნაწერი ძალიან მდიდრულად იყო შემკული, მოხატული, მოჭედილი და ის თავიდან ბოლომდე ასახავდა იმ ხანას, იმ უხროს ხანას, რომელშიც ის შეიქმნა. ის სწორედ იყო იმ ხარისხის, რა ხარისხსაც ითხოვდა თამარის ეპოქა. სამწუხაროდ შემდეგ ხელნაწერმა გაიზიარა სწორედ ის ბედი, რომელიც ერგო საქართველოს ის ნელბედობა და დღემდე მოაღწია მხოლოდ ბექა ოპიზრის ყდის გარეშე, მინიატიურების გარეშე, კამარების გარეშე, მაგრამ მოაღწია ჩვენამდე.